საბოტაჟის მცდელობის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მოხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინისტრატორი ილია ღლონტი იკითხება. პროკურორის თქმით, მისი დაბარება მის სოციალურ ქსელში განთავსებულ სტატუსებს და ფონდებიდან გადარიცხულ თანხებს უკავშირდება. თავად ილია ღლონტი გამოკითხვაზე დაბარებას დაშინების მცდელობა დაფასებს და ამბობს, რომ მას კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია, რაზეც შესაძლოა გამოძიებას კითხვები ჰქონდეს. ამ ჯგუფში დაშგარებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ჯარიმების გადახდის კონტექსტში, ასევე ჯარიმებისათვის განკუთვნილი თანხის მობილიზების კონტექსტში, სხვადასხვა აქციის დაორგანიზების და სხვადასხვა ტიპის ისეთი მოწოდების კონტექსტში, რომელიც პირდაპირ მიგვაჩნია, რომ შემხებლობაში მითითებულ სამართლის საქმესთან და დაკავშირებულია წინააღმდეგობასთან, ამ ნაწილში დაესწრება ილია ღლონტის კითხვები. შუღლის საქმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ხდება იმის შესწავლაც, რომ თანხა, რომელიც მოხმარდა უშუალოდ წინააღმდეგობის გასაწევად გამოსაყენებელ ატრიბუტიკის შეძენას და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის ასევე ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მოწმეს გააჩნდეს. დაიტოვეს დონაციის დროს არავის არ იყო მითითებული ჩემი ანგარიში, არავის ცხოვრებაში მე კრაუდფანდინგი არ გამიკეთებია. მიუხედავად ამისა, ის კრაუდფანდინგი რაც კეთდებოდა დაიტოვეში აბსოლუტურად ლეგალური და სამართლიანი მგონია. ჩვენ ყვედლობდით წყალს, რაღაც იმას აქვია პირბადებს და ასე შემდეგ. პიროტექნიკას მაგალითად ჩვენ არავის არ ყვედლობდით პიროტექნიკას და არც არასდროს არავის არსად არ მოუწოდებით არ ძალადობისკენ. დაიტოვე არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აზიარებენ ინფორმაციას, დიდი ჯგუფია და შესაბამისად საკომუნიკაციო პლატფორმასა და ორგანიზაციულ სტრუქტურას შორის არის ძალიან დიდი განსხვავება.